ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანის ისლამური რესპუბლიკა შეღწეულია. აი როგორ ხდება ეს. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება Access of Truth-ზე. მე ემილი შრედერი ვარ და დღეს მე გაჩვენებთ, როგორ манипуლირებს რეჟიმი ამერიკელ საზოგადოებას ორგანიზაციების რთული ქსელის მეშვეობით, პირდაპირ ამერიკის მიწაზე. უკვე რამდენიმე კვირა ამ გადაცემაში ვამხელ, როგორ იმეორებენ მედია, საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი ადამიანები და აქტივისტები ერთსა და იმავე ნარატივს, ერთსა და იმავე მესიჯებს, იმავე დამახინჯებულ ინფორმაციას, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოა. გააცნობიერებენ ამას თუ არა. ეს არის დიდი ხნის განმავლობაში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული მასშტაბური ფსიქოლოგიური ომის ნაწილი და ისინი გრძელვადიან სტრატეგიას იყენებენ. დღეს გაჩვენებთ, როგორ ახორციელებენ ამას შეერთებულ შტატებში. ეხლა ახალი ანგარიში ნუქტისგან, რომელიც არის ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირი, დეტალურად აღწერს რეჟიმის ამ გრძელვადიან სტრატეგიას, შეერთებულ შტატებში მტკიცე გავლენის დამკვიდრებისა და საზოგადოებრივი აზრის манипуლაციის მიზნით. არა ტრადიციული ჯაშუშობის გზით, არამედ ინსტიტუტების, რელიგიური ცენტრების, სკოლების, არაკომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებენ ლეგალურად, მუდმივად და თაობიდან თაობაზე. ეხლა ამ ქსელის ცენტრშია ალავი ფონდი, ნიუ-იორკში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის 36 სართულიანი შენობა Fifth Avenue-ზე. შემოსავლის მომტანი ქონება, რომელმაც დააფინანსა ათეულობით დაკავშირებული ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით. ეხლა სასამართლო დოკუმენტებსა და საჯარო ანგარიშებში ეს ფონდი აღწერილია როგორც ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია. და ამ დაფინანსების საშუალებით მან შექმნა ქსელი, რომელიც მოიცავს რამდენიმე შტატსა და ინსტიტუტს და რომელიც მომავალ თაობებსაც კი უარყოფითად აყალიბებს ამერიკაში. ეხლა თავად ამ ფონდმა აღიარა, რომ მხარს უჭერდა 25-ზე მეტ ორგანიზაციას შეერთებულ შტატებში, მათ შორის პოტომაკის ისლამური განათლების ცენტრს, რაც დეტალურადაა აღწერილი ნუქტის ანგარიშში. მერილენდში მას იდარაე ჯაფარია ეწოდება. და ის ასევე უფრო ფართო ქსელის ნაწილია, რომელიც მოიცავს მეჩეთებს, სკოლებსა და ახალგაზრდულ პროგრამებს, ისეთ შტატებში, როგორიცაა ვირჯინია, მიჩიგანი და ტეხასი. და ეს მხოლოდ ისაა, რაც საჯაროდ არის ცნობილი და რაც ჩვენ ვიცით. ეს მოდელი არც შეერთებული შტატებისთვისაა უნიკალური. რეჟიმს ძალიან მსგავსი ფონდები და საქველმოქმედო სტრუქტურები აქვს გამოყენებული გაერთიანებულ სამეფოშიც. და ეს ის თემაა, რაზეც მომავალში უფრო დეტალურად ვისაუბრებ და გამოვააშკარავებ. მაგრამ რასაც აქ ხედავთ, ეს არის სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებზე ერგება, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩება. 1979 წლის ისლამური რევოლუციის დასავლეთში გატანა. ხომეინიზმის სიკვდილის კულტის ექსპორტი. ეხლა ეს ნუქტის ანგარიში ავლენს რეჟიმის გამრავლებად მოდელს, რომელიც იწყება საფარდენი ქონებით, რომელიც ხშირად ფინანსდება ან მხარდაჭერილია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ალავი, რაც უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობასა და მუდმივ ბაზას. დააყენეთ სასულიერო ხელმძღვანელობა, რომელიც ირანშია რეჟიმის მიერ გაწურთნილი და შემდეგ ის განსაზღვრავს იდეოლოგიურ მიმართულებას. და აქედან იწყება სკოლების, ახალგაზრდული პროგრამებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც ავრცელებენ ამ იდეოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში და დასავლეთის მომდევნო თაობებში. არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკა, არამედ განათლება, სოციალური ქსელები და კულტურული აქტივობა. და ამ მოდელს ძალიან ნათლად ხედავთ ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის რაიონში, რომელსაც ანგარიში ასახელებს როგორც საწყის საცდელ შემთხვევას. მას შემდეგ, რაც პრო-ხომეინის აქტივისტებმა 1981 წელს ვაშინგტონის ისლამური ცენტრის ხელში ჩაგდების წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს, მათი სტრატეგია შეიცვალა. ამიტომ პირდაპირი ხელში ჩაგდების ნაცვლად, ქსელი გადავიდა პარალელური ინსტიტუტების შექმნაზე, რომლებსაც თავად აკონტროლებდნენ და დროთა განმავლობაში აფართოებდნენ. აქედან კი ეს მხოლოდ გავრცელდა. მაგალითად, ამერიკულ კამპუსებზე მუსლიმ სტუდენტთა ასოციაციის სპარსულენოვანი ჯგუფი მნიშვნელოვანი კვანძი გახდა. ეხლა FBI შეფასებებისა და სენატის ჩვენებების მიხედვით, ეს ჯგუფი მოქმედებს როგორც თავად ისლამური რესპუბლიკის გაგრძელება. კამპუსის ორგანიზაციის საფარქვეშ აკვირდება დისიდენტებს, ავრცელებს პროპაგანდას და აწყობს ღონისძიებებს, რომლებიც რეჟიმის იდეოლოგიას ავრცელებს. ეს ძალიან გავს იმ ტაქტიკას, რასაც მუსლიმთა საძმო იყენებდა, ასევე ამერიკის კამპუსებზე. ეს ქსელი 1980-იანი წლებიდან მოქმედებს ყოველწლიური კონფერენციებით, სტუდენტების ორგანიზებული ტრანსპორტირებით, საპროტესტო აქციებზე და პირდაპირი კავშირებით ისლამურ რეჟიმთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებთან. ეხლა FBI-ს ჩვენებაშიც ეს ქსელი აღწერილია როგორც ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა იყენებს. ისინი ეყრდნობიან ამ ქსელს დაზვერვისა და ტექნიკური მხარდაჭერისთვის შეერთებულ შტატებში, მათ შორის დისიდენტების მეთვალყურეობისთვის და რეჟიმის მიზნების წინ წასაწევად ამერიკის ტერიტორიაზე, რაც არ უნდა იყოს ეს მიზნები. ეხლა კამპუსები და რეჟიმის მეთოდი ვრცელდება საზოგადოებებში. მაგალითად, ავიღოთ მერილენდი.
მერილენდში ისლამური საგანმანათლებლო ცენტრი პოტომაკში დაარსდა ალავის ფონდის მხარდაჭერით და აერთიანებდა მეჩეთსა და სრულგანაკვეთიან საბავშვო ბაღიდან მე-12 კლასამდე სკოლას ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ეს სტრუქტურა საშუალებას აძლევს ხომეინისტურ იდეოლოგიას ყოველდღიურად განმტკიცდეს საკლასო ოთახებში, თანატოლთა ქსელებში და ახალგაზრდულ პროგრამებში, არა მხოლოდ რელიგიური მსახურებების გზით. ცენტრმა და მასთან დაკავშირებულმა სკოლამ ალავის ფონდისგან მინიმუმ 3.6 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. სწორედ ეს აძლევს საშუალებას ისლამური რესპუბლიკის ამ მოდელს გაიზარდოს და დროთა განმავლობაში შეინარჩუნოს თავი. ეხლა ვირჯინიაში ეს ქსელი ასევე უკავშირდება ისეთ ფიგურებს, როგორიცაა აბუ ფაზალ ნაჰიდიანი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მონაწილეობდა პრო-ხომეინის ორგანიზებაში აშშ-ში და რომლის ქსელიც კონცენტრირებულია ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიცაა მანასასის მეჩეთი, ასევე უფრო ადრე დაკავშირებული იყო პოტომაკის ისლამური საგანმანათლებლო ცენტრთან და ირანელი სტუდენტების ქსელებთან, რომლებიც ვაშინგტონში, DC-ში მოქმედებენ. ეხლა იგივე ეკოსისტემა იკვეთება აშშ-ის ტერიტორიაზე ირანის მიერ ორგანიზებულ ერთადერთ ცნობილ მკვლელობასთან, როდესაც ალი აკბარ ტაბატაი მერილენდში მოკლა დაუდ სალაჰუდინმა, რომელიც ნაჰიდიანის ქსელთან იყო დაკავშირებული და მოქმედებდა ირანელი სტუდენტების ცენტრიდან ვაშინგტონში, სანამ ირანში გაიქცეოდა, სადაც დღემდე რჩება. ეხლა იგივე მანასასის მეჩეთი, რომელიც ამ გზას აგრძელებს, როგორც ეს ანგარიში აღწერილი, არაერთ ღონისძიებას მასპინძლობდა ისლამური რევოლუციის აღსანიშნავად და გამოფენაზე ჰქონდა რეჟიმთან და მის ლიდერებთან დაკავშირებული გამოსახულებები. და სულ რამდენიმე კვირის წინ მათ გამართეს რამადანის იფთარი უკვე გარდაცვლილი ტერორისტი ლიდერის ალი ხამენეის მოსაგონებლად, რომელსაც ისინი აშშ-ში ჩვენს ლიდერად მოიხსენიებდნენ. 10 წლეულების შემდეგ რეჟიმის ქსელი მხოლოდ გაიზარდა და ეს მეჩეთები და მათნაირები ისევ იმავე სტრუქტურიდან ფინანსდებიან. და რეჟიმთან დაკავშირებული პოზიციების საჯარო პოპულარიზაცია, მათ შორის ჰამასის მხარდაჭერა, ირანის რევოლუციური გვარდიის იმ ფიგურების ქება, რომლებსაც ამერიკელების სისხლი აქვთ ხელებზე და სხვა. აი ესე გამოიყურება გრძელვადიანი ინფრასტრუქტურა. და სანამ რომელიმე ებრაელთმოძულე დაიწყებს ლაპარაკს, რომ აბა ისრაელი რას აკეთებს, განა ისინი არ აფინანსებენ სკოლებს ამერიკაში. არა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სკოლები ამერიკაში უკიდურესად ძვირია, ისრაელის სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მხარდაჭერას, სერვისებს ან ინდოქტრინაციას, არაფერს იმასთან მიახლოებულსაც კი, რასაც ხომეინიზმის ეს სასიკვდილო კულტი აკეთებს და უკვე მრავალი ათეული წელი ასე. ეხლა კი მოდით მიჩიგანს გადავხედოთ. დირბორნში მოსახლეობის დაახლოებით 40% მუსლიმია და ძირითადად შიიტები არიან. და აქ მხოლოდ ერთი ინსტიტუტი არ არის. აქ არსებობს მჭიდრო ეკოსისტემა მეჩეთების, სკოლების, ახალგაზრდული პროგრამებისა და მედია ინიციატივების, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და სინამდვილეში ანტისემიტურ, ანტიამერიკულ და ტერორიზმის მხარდამჭერ ნარატივებს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქცევენ. მაგალითად 2020 წელს ყასიმ სულეიმანის, რომელიც ასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი, ლიკვიდაციის შემდეგ ამერიკის ისლამურმა ცენტრმა მიჩიგანში გაამართა ვიგილი, სადაც მას აქებდნენ, ხოლო მაღალი რანგის სასულიერო პირები მას მიაწედნენ ისლამის ნტრებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში შიშის დათესვას. ვინ იყო ეს გენერალი? რომ მისი ყოფნა იმედს აძლევდა მარგინალიზებულებსა და მათ ვინც ეშინოდათ. და ის სიძულვილსა და შიშს იწვევდა ისლამის მტრებში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებს. ეს ამერიკული ინსტიტუტია, რომელიც საჯაროდ ადიდებს ადამიანს, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ტეხასში დასავლეთისკენ გაფართოებისას ეს მოდელი ვრცელდება რამდენიმე მეტროპოლიტენურ რაიონში, მათ შორის ჰიუსტონსა და დალასში, სადაც წამყვანი ინსტიტუტები მხარს უჭერენ სრულ განაკვეთზე სკოლებს, ახალგაზრდულ ქსელებსა და საზოგადოებასთან მუშაობის პროგრამებს. დაგეგმილია, რომ ეს რეჟიმის იდეოლოგია გადაითარგმნოს ისეთ ენაზე, რომელიც ფართო ამერიკულ აუდიტორიას, მათ შორის არამუსლიმებსაც, მათთან რეზონანსს გამოიწვევს. და სწორედ აქ იწყებს რეჟიმის მთელი ძალისხმევა პირდაპირ კავშირს იმასთან, რასაც დღეს ადგილზე ვხედავთ. რეჟიმი უკიდურესად ეფექტიანად ახერხებს დასავლეთში სოციალური დაყოფების ამოცნობას და მათ საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დასავლეთის აღქმულ წენებსა და პრობლემებს და აშენებს ხიდებს რადიკალურ მემარცხენე ჯგუფებთან და სულ უფრო ხშირად, უფრო ფართო ჯგუფებთანაც. როცა შესაძლებლობას ხედავენ მაგალითად ისრაელის შემთხვევაში. IRGC და მისი განშტოებები გულწრფელად რომ ვთქვათ, ოსტატურად ახერხებენ მარგინალიზებული ჯგუფების დარწმუნებას, თითქოს მათ საერთო მიზნები აქვთ, მაშინ როცა სინამდვილეში ხშირად საპირისპირო მიზნები აქვთ. მაგალითად, LGBTQ მოძრაობა, რომელიც უცები იწყებს პალესტინის მხარდაჭერას, გაუგებრად და ზედაპირულად. სტატისტიკურად რო ვთქვათ, Pew-ის მონაცემებით, პალესტინელებს ებრაელებზე მეტად მხოლოდ გეები სძულთ.
ეხლა რა თქმა უნდა, ესეც ვნახეთ და დღესაც ვხედავთ. როდესაც სტუდენტური ჯგუფები აწყობენ პრორეჟიმულ აქციებს, სადაც ისლამური რესპუბლიკა და მისი ტერორისტული პროქსი ჯგუფები წინააღმდეგობის სიმბოლოდ არიან წარმოჩენილი. ებრაელებს ადანაშაულებენ მსოფლიოს ყველა უბედურებაში. ზოგჯერ კი სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას და წვავენ ამერიკის დროშებს, როგორც ვნახეთ სტუდენტური ანტიისრაელური ბანაკების დროს 7 ოქტომბრის შემდეგ. ისლამური რესპუბლიკა მიეკრობა სოციალურ პრობლემას და ხელოვნურად აძლიერებს აღშფოთებას ამ საკითხის გარშემო, განსაკუთრებით მედიასა და სოციალურ ქსელებში, რათა გააღრმავოს უკმაყოფილება ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაში. ეს გასულ თვეში ვიხილეთ, როდესაც არაპროპორციულად დიდი აღშფოთება მოჰყვა დარტყმას ირანის რევოლუციური გვარდიის ბაზაზე, რომლის ტერიტორიაზეც სკოლა იყო და სადაც ათობით ბავშვი დაიღუპა. თუმცა საზოგადოებას თითქმის არ აქვს ინფორმაცია ან გაგება იმ ფაქტის შესახებ, რომ თავად რეჟიმმა სულ რამდენიმე დღით ადრე ასობით ირანელი ბავშვი მოკლა საპროტესტო აქციების დროს. ამ კვირაში ეს კვლავ ვიხილეთ, როცა ეკონომიკური საკითხები დომინირებს საუბარში და ადამიანები მიჩვეულნი არიან ბენზინის ფასებს ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა დააყენონ. ზუსტად ამიტომაც ისეთები როგორიცაა ღალიბაფი, საჯაროდ დასცინიან შეერთებულ შტატებს ნავთობის ფასებზე სოციალურ მედიაში, რომელსაც მთელი ირანის მოსახლეობა მოწყვეტილია. ხო, ინტერნეტი ისევ გათიშულია. რეალობა ისაა, რომ რეჟიმა იცის, რა იწვევს გამოხმაურებას და ასევე იცის, რა აყოფს ხალხს. და ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ამერიკულ კამპუსებზე. შეხედეთ, რა მოხდა სვათმორის კამპუსში ამ კვირაში. ხალხი, სტუდენტები ღიად ამხნევებენ ჰეზბოლას, აშშ-ს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულს და ამხნევებენ ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობას. მართლა? რასაც ნუფტის ეს ანგარიში ნათლად აჩვენებს, არის ის, რომ ეს მხოლოდ რამდენიმე ცუდი ადამიანი არ არის. ეს არის სისტემა, რომელიც განზრახ აშენდა ათწლეულების განმავლობაში. სხვადასხვა შტატში, ათეულობით ინსტიტუტით, მილიონობით დოლარის დაფინანსებით და პირდაპირი კავშირებით ირანში არსებულ არალეგიტიმურ ტერორისტულ რეჟიმთან. და ეს არის საბოლოო შედეგი. ქსელი, რომელიც ავრცელებს იდეებს ინსტიტუტისტების მეშვეობით, ნორმალიზებს ექსტრემიზმს საზოგადოებრივი სტრუქტურების საშუალებით და იყენებს ღია საზოგადოებების სისუსტეებს, რათა ისინი საკუთარ თავზე შემოაბრუნოს. დროა გავიღვიძოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებების ასეთი ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, როგორც ამერიკელებმა, ან როგორც თავისუფლების, თანასწორობისა და ლიბერალური ღირებულებების მორწმუნეებმა. ცხადია, რომ ჩვენზე შეტევა მიმდინარეობს. ეხლა მინდა ვისაუბრო ამ კვირის ერთ მაგალითზე, რომელიც ზუსტად ამტკიცებს, რატომ არის ის, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ, ამ ეტაპზე ასეთი მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ ის, რაც ამ კვირაში ვიხილეთ ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური გაუგებრობა არ არის. ეს არის რეალურ დროში მაგალითი იმავე სახის დივერსიისა და ნარატივის მანიპულაციის, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ. როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, მან ახსენა 10 პუნქტი, რომლებიც მოლაპარაკებებისთვის განიხილებოდა. მაგრამ თითქმის მაშინვე ისლამურმა რესპუბლიკამ საკუთარი ვერსია გააჟონა საერთაშორისო მედიაში და თავისი მედიის საშუალებებით. 10 პუნქტის სია, რომელიც მსოფლიოს ისე წარუდგინეს, თითქოს ეს უკვე მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ის 10 პუნქტი, რომელიც დამტკიცდა. და ბევრ შემთხვევაში ამ პუნქტებიდან ზოგი დასავლეთის მედია მაშინვე აიტაცა ეს ამბავი. საზოგადო მოღვაწეებმა აიტაცეს, პოლიტიკოსებმაც აიტაცეს. და მოულოდნელად მთელი მსოფლიო საუბარი აშენდა ისეთ ტერმინებზე, რომლებიც საერთოდ არ არსებობდა. და ამით შეერთებული შტატები წარმოჩინდა წარმოუდგენლად სუსტად. თითქოს დონალდ ტრამპს ომის მიზნები ვერ შეესრულებინა. ეს მთელი მცდელობა ფსიქოლოგიური ოპერაცია იყო და არც კი იყო განსაკუთრებით დახვეწირი. ეს იყო წვრილმანი მცდელობა ქაოსის გამოწვევისა, ბრალის გადატანისა და იმის მიღწევის, რომ მთელი მსოფლიო დაეწყო ისრაელის გაკიცხვა იმ საქმისთვის, რაშიც ის საერთოდ არ მონაწილეობდა. რადგან ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც მათ დაამატეს ამ ყალბ ჩარჩოში, იყო ლიბანი. კერძოდ კი ის იდეა, თითქოს და ცეცხლის შეწყვეტა რაიმე ფორმით, მოიცავდა შეზღუდვებს ისრაელის ქმედებებზე ლიბანში. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამ მოლაპარაკების მრაკებების მონაწილე არ ყოფილა და მასთან ამაზე არც კონსულტაცია გაუვლიათ, და კიდევ ერთხელ, ბოლოს რომ შევამოწმე, ლიბანი ირანში არ მდებარეობს და თუ ირანი ლიბანის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ეს უბრალოდ ამბის ნაწილი კი არაა, ესაა მთელი პრობლემა. მაგრამ როგორც კი ეს იდეა გაჩნდა, ყველაფერი დანარჩენიც ამას მოჰყვა. უცებ ხალხი კითხულობს, რატომ არ ღვევს ისრაელი პირობებს, რომლებიც საერთოდ არ არსებობს? მსოფლიო ლიდერები თავშეკავებისკენ მოუწოდებენ იმ პირობებზე დაყრდნობით, რომლებიც არასდროს შეთანხმებულა. და მთელი საუბარი რეჟიმიდან ისრაელზე გადადიდის, რაც ზუსტად ისაა, რასაც რეჟიმი ცდილობდა.
თეთრ სახლს მოუწია განცხადების გაკეთება და განმარტება, რომ ეს 10 პუნქტი არ იყო შეთანხმებული გარიგების ნაწილი და ლიბანი ნამდვილად არ იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. შემდეგ რეჟიმმა კიდევ უფრო გაამკაცრა პოზიცია და საერთაშორისო მედიაში დაამატა კიდევ ერთი მტკიცება აქტივების გამბლოკვაზე, რაც კვლავაც არ იყო შეთანხმებული, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თითქმის აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნარატივი უკვე დამკვიდრებულია. მოლაპარაკებები დაიწყო, მოლაპარაკებები ჩავარდა და ეხლა ჩვენ ვუყურებთ შემდეგ ფაზას, ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ თუ ამ ყველაფრიდან არ ვისწავლით, ყველაფერი ისევ თავიდან განმეორდება. და რაც მართლა უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე რეჟიმის ეს ქმედება, არის ის, რამდენმა მსოფლიო ლიდერმა უბრალოდ აყვა ამას. მაშინაც კი როცა არ ესმოდათ, რაზე ლაპარაკობდნენ. კონგრესის წევრები და ევროპელი ლიდერები ღიად მოუწოდებდნენ ცეცხლის შეწყვეტისკენ ლიბანში. მაშინაც კი როცა არ იცოდნენ პირობები, ვინ იყო ჩართული, ან საერთოდ რატომ იყო კონფლიქტი ლიბანში. ესეთი ლიდერები, როგორიცაა კირ სტარმერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი, ემანუელ მაკრონი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, ყველამ საჯაროდ გააკეთა განცხადება. ისინი მოითხოვდნენ, რომ ისრაელს დაეცვა არარსებული ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ტერორისტული დიქტატურა ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ იდივე დიქტატურა არც მართავს ლიბანს, არც არ მოადგენს ლიბანს და ათწლეულებია ლიბანს ანგრევს ჰეზბოლას მეშვეობით. და სწორედ აქ ხედავთ ისლამური რეჟიმის კოლონიალიზმს მოქმედებაში. ლიბანში ჩვენ ხედავთ სისტემას, სადაც უცხო ძალა, ძალადობით, პროქსებითა და ძალადობის გზით შეიჯრა სხვა ქვეყანაში და ფაქტობრივად შექმნა პარალელური კონტროლის სტრუქტურა ამ ქვეყანაში. ეხლა მათ ეს ლიბანში ჰეზბოლას მეშვეობით გააკეთეს, ასევე გააკეთეს სირიაში, ერაყში და იემენში. და ყველა შემთხვევაში შედეგი ერთნაირია. დასუსტებული მთავრობები არასტაბილურს ხდიან საზოგადოებებს და მოსახლეობას, რომლებიც შუაში არიან გაჭედილები და 10,000-ობით ადამიანი იღუპება. ეხლა 10 წლეულების განმავლობაში ამის შემდეგ ისინი ელიან, რომ ამავე ქვეყნებზე მოლაპარაკებებში ლეგიტიმურ მონაწილედ აღიქვან და საერთაშორისო საზოგადოება ამ თამაში მონაწილეობს. რატო აძლევს მსოფლიო უფლებას ამ საერთაშორისო მოძალადეს ასე მოიქცეს? ამ რეჟიმმა დროთა განმავლობაში რეგიონში სხვა ნებისმიერ აქტორზე მეტი მუსლიმი მოკლა ამ პროქსიომების გზით. და მაინც, როცა წინააღმდეგობის გაწევის დრო დგება, რასაც ხედავთ არის ყოყმანი, გამართლება და ლიდერები, რომლებიც აშკარად უფრო მეტად ფიქრობენ პრობლემების თავიდან აცილებაზე, ვიდრე მათ რეალურ გადაჭრაზე. და ამის მიზეზი ძალიან მარტივია. ევროპელები მშიშები არიან. ეშინიათ ესკალაციის, ეშინიათ ეკონომიკური შედეგების, ასევე ეშინიათ საკუთარი შიდა პოლიტიკის და ამ შიში ისინი სრულიად ხერხემალგაცლილები გახდნენ. ისინი აც კი იცავენ ჰორმუზის სრუტეს, რომელზეც ბევრად უფრო არიან დამოკიდებულები, ვიდრე შეერთებული შტატები. მაშინაც კი, როცა შეერთებული შტატები მზადაა მათთან ერთად დაიცვას, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. არა. მათ უჩემიათ ისრაელი დაადანაშაულონ და მოითხოვონ, რომ ისრაელმა უკან დაიხიოს ლიბანში. ეს მხოლოდ საკუთარი ხალხის მიტოვება არ არის. ეს ასევე ლიბანელ ხალხსაც და საერთაშორისო სამართალსაც აზიანებს. რადგან ლიბანელებს ახლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე არ სურთ, რომ ჰეზბოლა აკონტროლებდეს მათ ქვეყანას. ეს ამ კვირაში ვნახეთ, როცა ისრაელი დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს, ხოლო ჰეზბოლამ უპასუხა მუქარით მთავრობის მიმართ და ისეთი არასტაბილურობა შექმნა, რომ ლიბანს უკან დახევა მოუწია. როცა მოლაპარაკებებზე ვილაპარაკეთ, ზოგიერთი გამოვიდა და თქვა, რა მოგვიტანა დიპლომატიამ. სხვებს კი კითხეს, რა მოგვიტანა შენმა ომმა. ხავს 1400-ზე მეტი დაღუპული, 4000-ზე მეტი დაჭრილი, 1000-ობით განადგურებული სახლი, 1,200,000-ზე მეტი დევნილი, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ. აბა, რომელი ჯობია? უნდა მოვითმინოთ და მოლაპარაკებებზე წავიდეთ, თუ ომს დავიწყოთ. მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას. დიპლომატია არ არის დანებება. ეხლა როცა მოლაპარაკებებზე მივდივართ, ვცდილობთ შევაჩეროთ ეს ტანჯვა. შევაჩეროთ ეს სისხლდენა, რასაც ლიბანელები განიცდიან. უნდა დაველოდოთ, რომ მდგომარეობა ბევრად გაუარესდეს და მერე წავიდეთ მოლაპარაკებებზე. ზუსტად. ასე რომ ლიბანის მთავრობას, რომელიც მზადაა ისრაელთან დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ისაუბროს, ახლა ჰეზბოლა აკრიტიკებს და ემუქრება, რომ ზუსტად ეს არ გააკეთოს. ისინი მშვიდობის პერსპექტივის წინააღმდეგ ლობირებენ და ამას იცავს საერთაშორისო საზოგადოება. მოძალადე ტერორისტული პროქსი, რომელიც აქტიურად აფერხებს დემოკრატიას და მშვიდობის მცდელობებს, ჯგუფი, რომელიც პირდაპირ გადატრიალებით იმუქრება ლიბანში. თქვენ ამაგრებთ ამას? ირონია ისაა, რომ ისრაელი ერთადერთია, ვინც მზადაა გააკეთოს ის, რაც ევროპამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მათ ნაცვლად. გაეროს რეზოლუციები 1701 და 1559 მოითხოვს ჰეზბოლას განიარაღებას და ავალდებულებს, რომ ის არსებობდეს მხოლოდ ლიტანიის დინარის ჩრდილოეთით. ეს რეზოლუციები წლებია მოქმედებს.
მილიარდობით დოლარი დაიხარჯა გაეროს სამშვიდობო ძალებზე, UNIFIL-ზე, ამ რეზოლუციების აღსრულებისთვის, მაგრამ არაფერი არ მუშაობდა. ჰეზბოლა ისევ შეიარაღებულია, ისევ სამხრეთშია გამაგრებული და ისევ მოქმედებს. ლიბანის არმიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჰეზბოლას განიარაღება არ შეუძლია. ამიტომ უნდა იმოქმედოს ისრაელმა, რადგან სწორედ ისრაელმა მიიღო ჰეზბოლასგან 6500 რაკეტა ბოლო 40 დღის განმავლობაში. ამიტომ, როცა ისრაელი მოქმედებს, ის არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. ის მოქმედებს იმ ვებს იმ ვაკუუმში, რომელიც საერთაშორისო სამართლის აღსრულების ჩავარდნამ შექმნა. ამის აღიარების ნაცვლად, ადამიანები ისრაელს ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. ეს უბრალოდ პოლიტიკის ჩავარდნა არ არის. ეს ცივილიზაციის თვითმკვლელობაა. და დემოკრატიული პარტიის ნაწილი, ზოგიერთი რესპუბლიკელი და ევროპის დიდი ნაწილი არა მხოლოდ ვერ აჩერებენ ამას, არამედ ხელს უწყობენ მას. თუ ამ ყველაფრიდან არ ვისწავლით, თუ გავაგრძელებთ იმის ნებას, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ განსაზღვროს ჩვენი დებატების პირობები, მაშინ როცა ეს ისევ განმეორდება და აუცილებლად განმეორდება, ჩვენ ისევ ვუყურებთ იგივე სცენარის განმეორებას. და ამით გადავიდეთ ამ კვირის კარგზე, ცუდზე და უშნზე. დავიწყოთ ცუდით. ამ კვირაში ბევრი ცუდი რამ მოხდა, მაგრამ უნდა დავიწყო ერთი ადამიანით, რადგან ეს სრულყოფილად ასახავს იმ უმეცრების დონეს, რომელსაც ახლა ვაწყდებით. ამ კვირაში 6 კამათი მომიწია მარტინა ნავრატილოვასთან, ჩოგბურთელთან, რაც ნამდვილად არ მქონდა ჩემს მოლოდინებში, მაგრამ აი ასე მოხდა. და რაც ამაში გამორჩეული იყო, მხოლოდ ის კი არ არის, რომ ის ცდება. არამედ ის, თუ რამდენად თავდაჯერებულად ცდება ისეთ საკითხის აუბრისას, რომელიც აშკარად არ ესმის. რადგან ის, როგორც ამ კვირაში ბევრი სხვა, იმეორებდა მტკიცებას, თითქოს ისრაელის დათმები ლიბანში ომის დანაშაულები იყო და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თითქოს ეს დადასტურებული ფაქტი იყოს. გარდა იმისა, რომ იმ დროს, როცა ეს მტკიცებები კეთდებოდა, არავის, მათ შორის მასაც, არ შეეძლო სცოდნოდა, ვინ იყო მშვიდობიანი მოქალაქე და ვინ არა, რადგან ლიბანიდან წამოსული მონაცემები არ ანსხვავებს მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ დაახლოებით 254 დაღუპულიდან იმ დარტყმებში, ისრაელმა დაადასტურა, რომ 180-ზე მეტი იყო ჰეზბოლას მებრძოლი. და თავად ჰეზბოლა განუწყვეტლივ ავცელებს მოწამეების პოსტერებს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 70%-ია მებრძოლი იმ დარტყმების ტალღაში, რომელიც ისრაელმა არ დაუწყია. ისრაელმა ეს ომი არ დაუწყია. ეს ომის დანაშაული არ არის. მაგრამ აი, რა არის ნამდვილი პრობლემა ადამიანებისთვის, როგორიცაა მარტინა, და ის ამაში მარტო არ არის. ადამიანები ისვიან ტერმინებს, როგორიცაა ომის დანაშაული, 20-წამიანი ვიდეოკლიპების მიხედვით, რომელშიც რაღაც აფეთქებაა, მაშინ როცა არ აქვთ ყველაზე საბაზისო გაგებაც კი. რა ხდის რამეს ომის დანაშაულად? იმიტომ რომ თქვენ არ იცით, ვინ იყო სამიზნე. თქვენ არ იცით, რა დაზვერვა იყო ჩართული ამ დარტყმაში. თქვენ არ იცით, რა ზომები იქნა მიღებული სიფრთხილისთვის. თქვენ არ იცით, იყო თუ არა წინასწარი გაფრთხილება. თქვენ არ იცით, იყო ეს ორმაგი დანიშნულების ობიექტი თუ მხოლოდ სამხედრო მიზანი. და ამ შემთხვევების უმეტესობაში კომენტარების ავტორებმა არც კი იციან, როგორ გაარჩიონ ლეგალური დარტყმა არალეგალურისგან, რაც გულისხმობს პროპორციულობის, განსხვავების და სამხედრო უპირატესობის პრინციპებს, რომლებიც უნდა მიიღწეს ამ დარტყმის განხორციელებით. და მაინც ადამიანები აბსოლუტური დარწმუნებით გამოთქვამენ აბსურდულ იურიდიულ მტკიცებებს, როგორც საჩვენებელი მორალური ნარცისიზმის ფორმას. და ჩვენ ვიცით ეს, რადგან იგივე ადამიანები, რომლებიც ახლა მოულოდნელად საერთაშორისო სამართლის ექსპერტებად იქცნენ, სრულიად ჩუმად იყვნენ ისლამური რესპუბლიკის მიერ საკუთარი ხაყუთარი წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. მასობრივი სიკვდილით დასჯიდან ბავშვების ჟლეტამდე და 80,000-ზე მეტი მომიტინგის მასობრივ მკვლელობამდე. მაგრამ როცა ისრაელი ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედებს, უცებ ყველა იურისტი ხდება. და ეს უკვე ყველაფერს გეუბნებებათ, რაც უნდა იცოდეთ. ეს არც კანონზეა და არც მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს იმაზეა, რომ ხალხს უნდა თავი მორალურად აღმატებულად იგრძნოს. რეალურად კი არც კი ცდილობენ გააცნობიერონ, რაზე ლაპარაკობენ. და ამ პროცესში ისინი უბრალოდ არ ავცელებენ არასწორ ინფორმაციას. ისინი რეალურად ამყარებენ იმავე ნარატივებს, რასაც ისლამური რესპუბლიკა ცდილობს გაავრცელოს. ასე რომ არა მარტინა. შენ არ შეგიძლია ტელეფონიდან სოციალურ ქსელში ვიდეოს ნახვის შემდეგ რამე ომის დანაშაულად გამოაცხადო. ასე არ მუშაობს ეს საქმე. დარჩი ჩოგბურთთან. ჯიჰადისტური პროპაგანდა შენ არ გიხდება. და ეხლა ამ კვირის უსიამოვნო ამბავი. ეს ერთ-ერთი ის ამბავია, რომლის ყურებაც საკმაოდ რთულია და ასეც უნდა იყოს, რადგან ის, რაც ესპანეთში ვიხილეთ, არც შემთხვევითი პროტესტია და არც უგემოვნოდ გაკეთებული რამ. ეს არის რაღაც, რაც ძალიან გრძელ და ძალიან ბნელ ისტორიას ახმოვანებს. ამ კვირაში აღდგომის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუს უზარმაზარი ფიგურა ქუჩებში ატარეს და ეს ყველაფერი აღდგომის დღესასწაულის დროს მოხდა.
შემდეგ კი ის აფეთქდა ხალხის წინაშე, სადაც ოჯახები და ბავშვებიც იყვნენ და ადამიანები ამ დროს სტაშს უკრავდნენ და ზეიმობდნენ. თუ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან გავს საჯარო აღსრულების თეატრს, არ გეჩვენებათ, რადგან ესპანეთში ასეთი სანახაობას ისტორია აქვს. ეს არის ქვეყანა, სადაც 1391 წელს პოგრომების ტალღამ ებრაული თემები გაანადგურა. ათასობით ებრაელი ქუჩაში ბრბოს მიერ მოკლეს, არა ჩუმად, არა დამალულად, არამედ საჯაროდ და ძალადობრივად. ქვეყანა, რომელმაც შემდეგ შექმნა ესპანეთის ინკვიზიცია, სადაც ებრაელები და მოქცეულები, ეგრეთ წოდებულ კონვერსოები ნადირობდნენ, აწამებდნენ და საჯარო ცერემონიებზე ასრულებდნენ, სადაც ხალხის თვალწინ ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც 1482 წელს გამოსცა ალჰამბრას დეკრეტი, რომელმაც 10,000-ობით ებრაელი საკუთარი სახლარის სახლიდან გააძევა, აიძულა მოქცეულიყვნენ ან დაეტოვებინათ ქვეყანა სიკვდილის მუხარით. და ამ გაძევებამდე ბევრად ადრე მრავალი ადამიანი უკვე ძალადობით, მასაკრებითა და სოციალური ზეწოლით აიძულეს მოქცეულიყვნენ, მთელი თემები განადგურდა. ასე რომ, როდესაც რელიგიურ დღესასწაულზე ხედავთ როგორ იკრიბება ხალხი, რათა უყუროს როგორ ანადგურებენ საჯაროდ ფიგურას, რომელიც მსოფლიოს ერთადერთ ებრაულ სახელმწიფოს წარმოადგენს, ეს იზოლირებულად არ ხდება. ეს გავს იმას, რაც იქ უკვე მომხდარა. და დღესაც ეს იზოლირებულად არ ხდება. რადგან პედრო სანჩესის მმართველობისას ესპანეთი შევიდა ებრაელთა სიძულვილის ახალ ეპოქაში, სადაც ანტიისრაელური რიტორიკა გადაიზარდა ბევრად უფრო მახინჯ რამეში. სადაც მთავრობის ტონი, მედიის გაშუქება და საჯარო დისკურსი ქმნის გარემოს, სადაც ასეთი სანახაობა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ მიღებულიც არის. და ეს უნდა აიძულებდეს ხალხს, რომ ყურადღება მიაქციონ. და ეხლა ბოლოს ამ კვირის კარგი ამბავი, რომელიც რეალურად დაკავშირებულია იმასთან, რაზეც ეხლა ხამ საუბრობდი. აშშ-ს მთავრობამ საბოლოოდ გააუქმა მწვანე ბარათები რამდენიმე ირანელი მოქალაქისთვის, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ისლამურ რეჟიმთან. და ზოგიერთი მათგანი დააკავეს ფედერალურმა აგენტებმა და ახლა ისინი ISIS პატიმრობაში იმყოფებიან და დეპორტაცია ემუქრებათ. და ბოლოს, ერთ-ერთი მათგანი არის საიდ ისა ჰაშემი, რომელიც ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში თავის ცოლთან და შვილთან ერთად, მას შემდეგ რაც მწვანე ბარათი მიიღო მრავალფეროვნების ვიზის პროგრამის საშუალებით. ჰაშემი არის მასუმე ებტექარის შვილი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც მყვირალა მერი. ის იყო ინგლისურენოვანი სპიკერი იმ ირანელი სტუდენტებისა, რომლებმაც 1969 წელს შტურმით აიღეს აშშ-ს საელჩე და 52 ამერიკელი 454 დღის განმავლობაში მძევლად ყავდათ. ეხლა სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით მან მხოლოდ მძევლების ამტაცებლები არ დაიცვა. მან აქტიურად მიიღო მონაწილეობა პროპაგანდის წარმოებაში. აწყობდა ინტერვიუებს, სადაც ამერიკელ მძევლებს აიძულებდნენ ეთქვათ, რომ მათ კარდად ეპყრობოდნენ. მაშინ, როცა რეალურად ისინი იზოლაციაში ყავდათ, თვალებახვეული, შიმშილობდნენ და მათ სცემდნენ და ცრუ სიკვდილით დასჯას აწყობდნენ. ეხლა ის იყო ამ კრიზისის სახე. დამოდიოდა საერთაშორისო ტელევიზიაში, იცავდა მას, ამართლებდა და მსოფლიოსთვის სხვაგვარად წარმოაჩენდა. და მისი შვილი წლებია თავისუფლად და კანონიერად ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროპაგანდისტის შვილი, რომელიც დაკავშირებულია შეერთებული შტატების ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე ტრაუმულ თავდასხმასთან, აქ, შეერთებულ შტატებში, მწვანე ბარათით ცხოვრობს. მარკო რუბიოს წყალობით ამ კვირაში ეს სტატუსი გაუქმდა და ის დააკავეს დეპორტაციის მოლოდინში. და ეს ერთეული შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ხელისუფლებამ ასევე დააკავა ჰამიდე სოლეიმანი აფშარი, ყასიმ სოლეიმანის დისშვილი, რომლის ბიძა ყასიმ სოლეიმანი იყო ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი და ასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილზე პასუხისმგებელი. მასთან ერთად დააკავეს მისი ქალიშვილიც, მას შემდეგ რაც მათ მწვანე ბარათები გაუქმდათ. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, ფუფუნებაში, მაგრამ ამავდროულად ღიად უჭერდა მხარს რეჟიმს და აქებდა ამერიკელებზე თავდასხმებს, მაშინ როცა თავად ამერიკაში ცხოვრობდა. ამ დროისთვის ეს უკვე მინიმუმ მეხუთე შემთხვევაა ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ან მის ელიტურ ქსელებთან კავშირში მყოფ პირებს ან სტატუსი გაუქმდათ, ან შეეზღუდათ ამერიკაში შესვლა. ვიმედოვნოთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამით ვასრულებთ ამ კვირას Access of Truth-ზე, მაგრამ მომავალ კვირას ისევ დაგიბრუნდებით ახალი ამბებით იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება ამ რეგიონში და როგორ ვითარდება ომი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. როგორც ყოველთვის, თუ ფიქრობთ, რომ არსებობს თემა, რომელიც უნდა გავაშუქოთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში Emily K. Schroederის სახელზე, ან Instagram-ზე Emily in Tel Aviv-ზე. თუ არა, მომავალ კვირას ისევ შეგხვდებით აქ, Access of Truth-ზე, JNS-ზე.